ტელეგრამის დამფუძნებელმა პაվել დუროვმა საფრანგეთის პრეზიდენტი დატროლა და მისი ეგრეთ წოდებული დონორობის პროგრამასთან დაკავშირებული პოსტის ქვეშ, რომლის ფარგლებში ძის 38 წლამდე ქალებს ინვიტრო განაყოფიერების დაფინანსებას დაპირდა, დაწერა, რომ თავისი დონორობის პროგრამისთვის ლოგოს ესკიზი გააკეთა. ფიდი საკმარისად მინიმალისტურია, იკითხა დუროვმა. კომენტარებში მას უპასუხეს, რომ ფრანგულად ფიდი ნიშნავს გეის, სხვა მხრივ კი ყველაფერი წესრიგშია. პასუხად ტელეგრამის ხელმძღვანელმა მიანიშნა იმ არატრადიციულ ფასეულობებზე, რომლებსაც მაკრონს მიაწერენ. ასე რომ ეს იქნება არა გეი პროექტი, რომელიც ამბობს, რომ ის გეია, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი მხოლოდ პირიქით, დაწერა დუროვმა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ გადაცემების დახურვა მოითხოვა, სადაც პრეზიდენტს და რესპუბლიკელებს აგინებენ. თუკი ქსელური საინფორმაციო გადაცემებით და მათი საღამო შოუები თითქმის 100%-ით ნეგატიურად არიან განწყობილები პრეზიდენტ ტრამპის, მაგას და რესპუბლიკურ პარტიის მიმართ, თუ სწორი არ იქნება, რომ ჩამოერთვათ ეს ძალიან ძვირფასი ლიცენზიები მაუწყებლობაზე. მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნებოდა, განაცხადა ტრამპმა. ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ალექს ფილიპსი წერს, რომ ბრიტანეთის მუზეუმები მრავალფეროვნებისთვის ბრძოლის გზაზე სანტა კლაუსსაც მიადგნენ და აცხადებენ, რომ ის ზედმეტად თეთრია. ფილიპსი აღშფოთებულია, რომ ეგრეთ წოდებული ვოუქები, ამერიკულ სლენგში ადამიანები, რომლებიც რასობრივ და სოციალური უსამართლობის საკითხებში აქტიურობენ, ყველა ზღვარს გასცდნენ. ვოუქების გაღვიძება მხოლოდ სხვა ვოუქებს შეუძლიათ და რა თქმა უნდა, ეს უნდა მოდიოდეს ვოუქიზმის შტაბ-ბინიდან. ბრაიტონის და ჰოუის მუზეუმებმა განაცხადეს, რომ სანტა კლაუსი ზედმეტად თეთრია. გეყოთ მართლა და მართლა, ის ხომ საერთოდ არ არსებობს. გვაპატიეთ, ვინც 10 წელზე პატარები ხართ და ამის შესახებ არ იცოდით. მრავალფეროვნების გამო თურმე საჭიროა სანტა კლაუსის დეკოლონიზირება და მერე ჩემი დეკოლონიზირებაც საჭიროა მრავალფეროვნებისთვის. ეს უკვე სიგიჟის ზღვარს მიღმაა, დაწერა ექს-დეპუტატმა. ლატვიელმა დეპუტატმა ალექსეი როსლიკოვმა ბალტიისპირეთის ამ რესპუბლიკაში იდიოტიზმის აპოთეოზზე ილაპარაკა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1400 ევროიანი ჯარიმა შემოიღო მათთვის, ვინც მოსკოვის დროით შეეცდება ახალი წლის აღნიშვნას. კანონმდამყვევთა გამოსავლენად დრონებს გამოიყენებენ, რომლებიც ქალაქის თავზე იფრენენ და გამოავლენენ მათ, ვინც მოსკოვის დროით დღესასწაულს ფოიერვერკებით აღნიშნავს. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ლობირებს კანონს, რომელიც მშრომელთა უფლებებს ეხება, მაგრამ ამ კანონის მიღმა გამოიწვევს ბრიტანულ პაბებსა და სამუშაო ადგილებზე ტრადიციული საშობაო სიმღერების ფაქტობრივ აკრძალვას, წერს Daily Mail. გაზეთის ცნობით, კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს მიიღო ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვან თანამშრომლები ჩაგვრის და შეწუხებისგან. კანონის მოქმედება შესაძლოა გავრცელდეს სიმღერის ტექსტებზეც, თუკი მათ შეურაცხყოფელად ჩათვლიან რასობრივი, რელიგიური ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. საფრთხე შეექმნებათ სოფლიოში ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორებიცაა მაგალითად Jingle Bells-ი, რომლის რასისტულ ისტორიას უკავშირებენ მე-19 საუკუნეში მის შესრულებაში მინსტრელ შოუებში, სადაც ზანგებას გადაცმული თეთრები მონაწილეობდნენ. თავისუფალი სიტყვის კავშირის მდივანმა, ლორდმა ტომი იანგმა დაგმო ეგრეთ წოდებული ხუმრობის აკრძალვა. მან განაცხადა, რომ პაბების და სასტუმროების მფლობელებს ეს შეუზღუდავს და მორალიზატორებს საფაფს მისცემს ხელი შეუშალონ ადამიანებს სიამოვნების მიღებაში. იუწყება გამოცემა. კანონპროექტის მოწინააღმდეგები კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლების ჩათვლით ამტკიცებენ, რომ ეს ზომები არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ დავანგრეվել დარტყმას მიაყენებს მასპინძლობის სფეროს, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით. ისინი ამაში ხედავენ სახიფათო ტენდენციის ნაწილს, როდესაც საეჭვო საფრთხეებისგან დაცვის საბაბით სისტემატიურად ნადგურდება კულტურული ტრადიციები, ხოლო საზოგადოებრივ სივრცეს ავსებს ტოტალური ცენზურა იმის შიში, რომ არასწორად გაიგებენ. თითქოს საკმარისი არ არის, რომ ასეთ დარტყმას აყენებენ მასპინძლობის სფეროს ორი კატასტროფული ბიუჯეტით. ახლა კი ლეიბორისტები საშობაო კლასიკის აკრძალვასაც ცდილობენ, განაცხადა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარემ კევინ ჰოლინრეიკმა. ამგვარად დისკუსია საშობაო სიმღერების შესახებ იქცა უფრო ღრმა კულტურული განხილვის
განხეთქილებების სიმბოლოდ ბრიტანულ საზოგადოებაში. ერთი მხრივ პროგრესის იდეებით მოქმედი მთავრობა ცდილობს ისტორიის გადაწერას და აწყოს გაწმენდას ნებისმიერი ნიშნებისგან პრობლემური წარსულის შესახებ. მეორე მხრივ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაღლილია მუდმივი, შეზღუდული და ჩვეული ტრადიციების გაუქმებით, ხედავს ამ ნაბიჯში ფუნდამენტურ თავისუფლებაზე და სახ-აზრზე თავდასხმას. ამ პოლიტიკის შედეგი შეიძლება გახდეს არა უფრო სამართლიანი, არამედ უფრო პირქუში და კათილკაცებული საზოგადოება, სადაც ზეიმს წაართმევენ მთავარს, სიხარულის და ერთობის სულისკვეთებას. ნათქვამია სტატიაში. CNN-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა რუსეთის და ფინეთის საზღვარზე მგლების ნეხვის აღმოჩენის შემდეგ. პარანოიდულ დასკვნამდე მივიდა, რომ ფინეთში ირმების დაღუპვაში პირადად პუტინია დამნაშავე. არხის მარაზმიტიკული სიუჟეტი მათაც შეაფასეს, ვინ სიუჟეტს ბოლომდე უყურა. აი ზოგიერთი კომენტარი ვიდეოს გასწვრივ. იმის ახსნა, რომ რუსი მგლები კლავენ ფინელ ჩრდილოეთის ირმებს, იმის გამო, რომ რუსები აღარ კლავენ მგლებს ფინეთის საზღვართან, რადგან ყველა მონადირე უკრაინაში საომრად წავიდა. საბოლოო ჯამში არის სისულელე. ერთ-ერთი ყველაზე სულელური ვიდეო, რომელიც ამხელა არხზე ოდესმე მინახავს. CNN-მა უბრალოდ გადაწყვიტა ხმაურიანი სათაურის გამოყენება. ფრაზა „აქ ადამიანები პუტინს ადანაშაულებენ“ ეფექტურად ჟღერს, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ადამიანს პირდაპირ ეკითხებიან, ადანაშაულებს თუ არა ის პუტინს, წამყვანი პასუხს თავს არიდებს. ესაა მოვლენების საშინელი გაშუქება. პუტინმა მოკლა ის ირემი, უბრალოდ შენიღბული იყო. მე როგორც ფინელს დღემდე არასდროს მსმენია ამ თეორიის შესახებ. ახლა ლაპლანდიაში ვხედავ უამრავ ჩრდილოეთის ირემს. დიახ, მგლები ზოგჯერ პრობლემებს უქმნიან მეცხვარეებს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მათი რაოდენობის რეგულირება ნადირობის საშუალებით. თქვენ დღეს დილით ყავა დაღვარეთ, არა უშავს დააბრალეთ პუტინს. ანუ თეზისი ისაა, რომ თუ კი რუსები მგლებს არ მოკლავენ, ყველა ჩრდილოეთის ირემი განადგურდება. ეს აბსურდია. Fox News-ის ცნობით ილონ მასკი პენტაგონსა და შეერთებული შტატების მთავრობაში XAI-ს ნერგავს. ხელოვნური ინტელექტი გროკს ამერიკის ყველა სამთავრობო სისტემაში დაანერგავენ. ინსტრუმენტებზე წვდომას მიიღებს მილიონობით სამხედრო და სამოქალაქო მოხელე, გრძნობიარე პროცესზე მონაცემთა ანალიზსა და მიმდინარე ოპერაციების მხარდაჭერაზე სამუშაოდ. გროკი გახდება შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს, პენტაგონის ყოველდღიური ინფრასტრუქტურის ნაწილი და მოიცავს სამსახურეობრივი ინფორმაციის დამუშავებას და მმართველობითი გადაწყვეტილებების დახმარებას. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარმა ალექსი ფილუკმა განაცხადა, რომ 12,000 აბორტირებული ბავშვის გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადვილად შეეძლოთ მოსკოველებისთვის გვამების დაყრა და გამარჯვება.